მოგესალმებით მეგობრებო. ეს არის ჩემი 2025 წლის პირველი ლაივი. გილოცავთ ყველას. ახალ 2025 წელს მეგობრებო. შემოდით და უნდა განვიხილოთ მნიშვნელოვანი საკითხები. მე თან ჩემს წმინდა ხეს პავლოს სანტოს დავანთებ. ეს რო არ მქონდეს არ ვიცი მე ყოველ დღე ვანთებ და პლუსი ის არის პავლოს სანტოს რომ ჰიპოალერგიულია მეგობრებო, ამიტომ თუ ალერგიული ხართ დაუშვათ ან სენსიტიური ხართ სუნებზე, მოტკბო ბუნებრივი არომატი აქვს მსუბუქი, ამიტომ ყველას გირჩევთ პავლოს სანტო გქონდეთ სახლში. შემოდით და უნდა განვიხილოთ ეს მნიშვნელოვანი დღე მეგობრებო. უკვე აი 13-14 იანვარი, ეს დღეებია უფრო მეგობრებო სავსე მთვარეობის. მე თან კომპიუტერით შემოვალ, რომ არ მიჩანს ხოლმე თქვენი კითხვები და კი ბატონო. მეგობრებო, 14 იანვარს გვაქვს უკვე ზუსტი მზემთვარის ოპოზიცია, ანუ სავსე მთვარეობა 14 იანვარს ხვალ. და საკმაოდ საინტერესო ენერგიები შემოვა, ზოგადად სავსე მთვარეობის პერიოდში, რა თქმა უნდა, ეს არის საკმაოდ კონფლიქტური დღე, ამიტომ გირჩევს რომ თავი შეიკავოთ, აი 13-14, აი უკვე საკმაოდ აგრესიული ენერგიებია და ალბათ გრძნობთ კიდეც, ხედავთ, ხა ტელევიზორი რო ჩართოთ, საოცრებები ხდება უკვე. ზოგადად სავსე მთვარეობამდე 3 დღით ადრე ადამიანები უკვე ხდებიან ხოლმე უფრო კონფლიქტურები, უფრო აგრესიულები და განსაკუთრებით ეს აგრესია პიკს აღწევს თავად სავსე მთვარეობის დღეს. ამიტომ 14 იანვარს მე გირჩევთ მაქსიმალურად მშვიდად შეხვდეთ ამ დღეს. თან ძველით ახალი წელია და კარგია რომ პოზიტიური ენერგიებით შევხვდეთ, ხო? სავსე მთვარეობას რა შეიძლება? შეიძლება ნაგვის გატანა სახლიდან, დალაგება სახლის, შეიძლება წმენდითი პრაქტიკები, შეიძლება ლოცვა, მედიტაციები, ხო? ანუ ყველაფერი ის, რაც დაგეხმარებას თქვენ იმაში, რომ ეს ნეგატიური ენერგიები მოიცილოთ სახლიდან, ხო? ზოგადად სავსე მთვარეობა არის საკმაოდ ძლიერი ფაზა მთვარის, იმ კუთხით, რომ შესაძლებელია სერიოზული ენერგეტიკული წმენდების ჩატარება, იმიტომ რომ მზედა მთვარე ოპოზიციურად რომ დგება, მთვარე, რომელიც არის სიმბოლო ჩვენი არაცნობიერის, ხო, ანუ ის ყველა არაცნობიერი ნეგატიური პროგრამა, ის არაცნობიერი პროცესები, რაც არის თქვენში ამდენი ხნის განმავლობაში დაგროვილი, ეს ყველაფერი იჩენს ხოლმე თავს. ამიტომ დააკვირდით თქვენს ემოციურ რეაქციებს 14 იანვარს და ასევე სხვა ადამიანების ემოციურ რეაქციებს, იმიტომ რომ სავსე მთვარეობას ყველა ადამიანი არის ისეთი, როგორიც არის რეალურად. ამიტომ ეს საკმაოდ მისტიური დღეა ხოლმე. აი 14 იანვარს მე გირჩევთ, რომ მაქსიმალურად მშვიდად გავიაროთ კონფლიქტების გარეშე და თუ რაიმე სახის პროვოკაცია იქნება, მე გირჩევთ, რომ არ ავყვეთ ამ პროვოკაციებს და მშვიდად მედიტაციურად ძენში მოკლედ გავიაროთ ეს დღე. და კიდევ რაც ის მნიშვნელოვანია, პლანეტარული ცვლილებები გვაქვს ახლა მეგობრებო, ვენერა სიყვარულის პლანეტა, შეიცვალა უკვე ზოდიაქოს ნიშანი ვენერამ და მარსმაც პრინციპში უკვე შეიცვალა. ესე იგი ვენერა გვაქვს თევზებში მეგობრებო და მარსი გვაქვს კირჩხიბში რეტროგრადული. ესე იგი წყლის ნიშნების პერიოდია ახლა აქტიურად. თევზებისთვის საკმაოდ კარგი პერიოდი ახლა პირადი ურთიერთობების აწყობისთვის დავუშვათ, ან ფინანსური წამოწყებებისთვის, ხო? ანუ ვენერა არის კავშირში პირადთან და ფინანსებთან შესაბამისად, თუ თქვენ გაქვთ ვენერა პირადრუკაში, ნახეთ, ვისაც გაქვთ ვენერა თევზებში, საკმაოდ კარგი პერიოდია ახლა თქვენთვის, იმისთვის რომ უფრო მოუაროთ თქვენ თავს დავუშვათ, ხო? თქვენი ქარიზმა ახლა უფრო იზრდება, ამიტომ პირადი ურთიერთობების ჰარმონიზაციისთვის პრინციპში კარგი ტრანზიტია თქვენთვის, რა თქმა უნდა, ტრანზიტულ რუკას მთლიანობაში გააჩნია, მაგრამ ცალკეულად აღებული ვენერას დაბრუნება ქვია ამას, ხო? წელიწადში ერთხელ გვიბრუნდება ხოლმე ჩვენი ვენერა, ვისაც ვენერა გაქვთ თევზებში, ახლა კარგი პერიოდია თქვენს პირადი ურთიერთობების მოსაზიდად დავუშვათ, ხო?
ან დაუშვათ ფინანსური წამოწყებებისთვის და შეეცადეთ რომ სანამ არ გვაქვს ჯერ მერკურის რეტროგრადულობა გვექნება მარტში წამოწყებები შეიძლება ახლა გააკეთოთ მეგობრებო. იმიტომ რომ მე უკვე მერკურის რეტროგრადულობა იქნება გაზაფხულიდან დავუშვათ ხო და დაბნელებები. ამიტომ სერიოზული წამოწყებები ვისაც გინდათ შეგიძლიათ გააკეთოთ ახლა პრინციპში იანვარი-თებერვლის თვეში. თუ კონკრეტული თარიღები გაინტერესებთ ან დავუშვათ ოპერაციის ან საკეისროს დავუშვათ ან ბიზნესის გაფართოების ეს სერვისი გვაქვს თარიღის გამოთვლა ქვია და ნუ შეგიძლიათ მოგწეროთ მეგობრებო და თან ახლა გრძელდება გავაგრძელეთ ჩვენი საახალწლო გრანდიოზული 40%-ამდე ფასდაკლება ყველა სერვისზე გვაქვს ჯერ კიდევ გვექნება ეს კვირაც და მოასწარით მეგობრებო ყველაფერს გვაქვს ახლა კონსულტაციაზე პირადი რუკის ანალიზი ბედის მატრიცა ნუმეროლოგია თარიღის გამოთვლა სინასტრია ანუ შეთავსება ხო ყველაფერზე ერთი წლის პროგნოზით საკმაოდ აქტუალურია ვისაც გინდათ ერთი წლის კალენდარი რომ გქონდეთ თქვენი ბიორითმების ან პოზიტიური ნეგატიური დღეები რომ ჩანდეს ან ვრცელი ტრანზიტული პროგნოზი თავის ანალიზით ეს ყველაფერზე გვაქვს ახლა 40%-ამდე ფასდაკლება და მოასწარით მეგობრებო ეს კვირაც იქნება ფასდაკლებები საახალწლო გავაგრძელეთ ანუ ეს ერთგვარი საჩუქარია გვერდისგან და ეხლა პერიოდია კარგი, რა თქმა უნდა, თევზებისთვის პირადი ურთიერთობების აწყობის და ფინანსური წამოწყებების კუთხით. და ეს შეეხება სხვა წყლის ნიშნებსაც, აი კირჩხიბი, მორიელი. ანუ თევზი, კირჩხიბი, მორიელი. ხო, ვენერა რო შევიდა წყლის ნიშანში, ეხლა თან ემოციურად უფრო დრამატული პერიოდია, რა თქმა უნდა, შეიძლება მუზა მოგივიდეთ, აი ვინც ხელოვნების სფეროში ხართ, ეხლა შეიძლება მოგინდეთ ეხლა ან ნახატის შექმნა, ან ლექსის დაწერა, ანუ საკმაოდ რომანტიკული პერიოდი შემოვიდა ეხლა ვენერა რო თევზებში დგას, რა თქმა უნდა, შემოიტანა ეს თავისი შლეიფი ამ რომანტიულობის და ეგ ნორმალურია მეგობრებო ამოდროულად ვიღაცას გამოულინდება უფრო ნოსტალგიურად და უფრო დეპრესიისკენ წაიყვანს და ესეც ნორმალურია რა თქმა უნდა ესეც ერთ-ერთი გამოულინება ვენერა თევზის ერთ-ერთი დონეა მეგობრებო და ეხლა ძალიან მნიშვნელოვანია განვიხოთ ერთი ტრანზიტი რომელიც გვაქვს ხო ასპექტი ეს არის მზე მარსის ოპოზიცია დგება ვინაიდან მზე გვაქვს თხისრქაში ეხლა თხისრქების პერიოდია რა თქმა უნდა და მიწის ნიშნების ასევე ანუ ქალწული კურო თხისრქა აი ამ ნიშნების პერიოდია ეხლა სოლარული მზის ენერგიები გვაქვს მიწის ნიშანში მაგრამ ვინაიდან მარსი რომელიც არის რეტროგრადული ხო და რა თქმა უნდა გაწელა ეს პროტესტები და კონფლიქტები ну თებერვლის ბოლომდე გვაქვს საერთოდ ეს მარსის რეტროგრადულობა. დაბრუნდა კირჩხიბში და შექმნა ოპოზიცია მზე მარსის. საკმაოდ აგრესიული ტრანზიტია ეხლა მეგობრებო, მზე მარსის ოპოზიცია საკმაოდ კონფლიქტური და აგრესიული ესეთი ტრანზიტია, ამიტომ ეხლა არ გამიკვირდება ისევ ეს აგრესია რო გქონდეს არა მხოლოდ ჩვენს ქვეყანაში, არამედ სხვა ქვეყნებში. ამიტომ იყავით მაქსიმალურად ფრთხილად მეგობრებო, კონფლიქტური პერიოდია, განსაკუთრებით ეს ეხება კარდინალურ ნიშნებს, ანუ სასწორი ვერძი, თხისრქა, კირჩხიბი. გირჩევთ ახლა ეს პერიოდი, აი ვისაც ეს ნიშნები გაქვთ კიდევ პირად რუკაში, დაკავდით სპორტით, რაიმე სახის ფიზიკური აქტივობით, რომ ეს ენერგიები წავიდეს, სუბლიმირდეს, უფრო მშვიდობიანად. ანუ ახლა თხისრქები, კირჩხიბები, ვერძები, სასწორები, აი ეს ნიშნები განსაკუთრებით იგრძნობენ აი ამ მზე მარსის ოპოზიციას, იმიტომ რომ აი კარდინალური ხარისხის ნიშნებში გვაქვს, ხო, ეს ოპოზიცია. ამიტომ იყავით მაქსიმალურად ფრთხილად, ხო? არა ვყვეთ ახლა ამ აგრესიებს ვიცი რომ რთულია, ბევრი პროვოკაცია ირგვლივ, მაგრამ შეეცადეთ რომ მშვიდობიანად გაიაროთ ეს პერიოდი, იმიტომ რომ არ გვაქვს მარტივი ტრანზიტი. მეგობრებო. მე თან კომპიუტერით ვარ რომ არ მიჩანს ხოლმე ხანდახან კითხვები და თქვენს კითხვებსაც დაველოდებ. ვინც ახლა შემოხვედით მეგობრებო, 14 იანვარს გვაქვს სასულთვარეობა და მაგაზე ვსაუბრობდი და მოგეცით რჩევები. მე შეგიძლიათ რომ გადაახვიოთ. ეს სასულთვარეობა რა თქმა უნდა ყველას შეეხება, ასე თუ ისე მაინც ყველა ადამიანი ამას გრძნობს, ზოგადად მთვარის არ მხოლოდ პლანეტარულ დავუშვათ კლიმატზე და ტალღებზე და მიქცევა-მოქცევაზე აქვს გავლენა, არამედ ადამიანების ფსიქიკაზე და ეს მეცნიერულად დამტკიცებული ფაქტია სხვადასხვა რომ მთვარის და მთვარის ფაზებს ადამიანების ფსიქიკაზე და ემოციებზე პირდაპირ გავლენა აქვს და ნუ ასტროლოგიური ცოდნა ჯერ კიდევ ძველი ვედური
დროიდან ჩვენს წელთ აღრიცხვამდე საერთოდ, ხალხმა ეს იცოდა, ხო, ჩვენმა წინაპრებმა, რომ მთვარეს სერიოზული გავლენა აქვს ჩვენ ჯანმრთელობაზე, მათ შორის მენტალურ ჯანმრთელობაზე. ამიტომ სავსე მთვარეობაზე ვიყოთ მაქსიმალურად ფრთხილად, ხო, იმიტომ რომ საკმაოდ ისეთი ემოციურად დახუნძლული და კონფლიქტური დღე არის, მეგობრებო. მე თან თქვენს კითხვებს ვნახავ. კვანძების ცვლილებაზე გითხარით, კი ბატონო, კვანძები შეიცვალა, კარმული კვანძები, ეხლა უკვე შეცვლილია 11 იანვარს შეიცვალა, დიახ. და უკვე აღმავალი კარმული კვანძი შევიდა თევზებში და დაღმავალი კარმული კვანძი შევიდა ქალწულში. და გილოცავთ ეხლა სასწორებო და ვერძებო, დამთავრდა თქვენთვის ეს კარმული ცვლილებები, რაც გქონდათ ბოლო 2 წლის განმავლობაში რეალურად. და ვისაც პირად რუკაში ქონდა ეს აღმავალი ვერძი ან აღმავალი სასწორი, ხო, ეს კარმული წლები ვისაც ქონდა, მათ დაუმთავრდათ უკვე ეს კარმული წლები. ეხლა ქალწულებისთვის და თევზებისთვის დაიწყო საკმაოდ სერიოზული კარმული ცვლილებების პერიოდი და ვისაც პირად რუკაში აქვს ეს კარმული პროგრამა რაჰუ, თევზი, კეტუ, ქალწული ან პირიქით, ხო? ანუ ეს რაჰუ, ქალწული, კეტუ, თევზი, ვისაც აქვს ეს კარმული პროგრამები, შეამოწმეს თქვენი კარმული კვანძების მდებარეობა ნატალურ რუკაში, ანუ კოსმოგრამაში, მათ დაიწყოთ ეგრეთ წოდებული კარმული კვანძების აქტივაცია, ანუ კარმული წლები. ვერ ვიტყვით, რომ მაინც ცუდია, უბრალოდ ეს ნიშნავს, რომ ყველა თევზის და ქალწულის ცხოვრებაში ამ 2 წლის განმავლობაში განსაკუთრებით დაბნელებების პერიოდში, ხო, ეს გაზაფხულზე და შემოდგომაზე როგორ ექნება და წინასწარ მერე ჩაგიწერთ ვიდეოს და გაგაფრთხილებთ, რა თქმა უნდა. სერიოზული საბედისწერო ცვლილებები იქნება ამ ნიშნების ცხოვრებაში. ისევ და ისევ, თუ თქვენ ასრულებთ თქვენს კარმულ მისიას, რაც გაქვთ, ესე იგი რაჰუს, ანუ აღმავალის მდებარეობა პირად რუკაში, ეს ცვლილებები იქნება პოზიტიური. თუ არ ასრულებთ, მაშინ უფრო რთული პერიოდი იქნება თქვენთვის. ანუ ეს გააჩნია უკვე თქვენს პლანეტარულ მდებარეობებზე და რამდენად ამუშავებთ აი თქვენს პლანეტარულ მდებარეობებს, მეგობრებო, ეს ინდივიდუალურია. ზოგადად ეს ზოგად ტენდენციებზე რომ ვისაუბროთ, ხო, ეს რაჰუ თევზებში რას მოიტანს, ბევრ ადამიანს ექნება საშუალება ამ 2 წლის განმავლობაში რომ აისრულოს ოცნებები, იმიტომ რომ რაჰუ თევზებში არის კავშირში ოცნებების ასრულებასთან საერთოდ, ხო? და ვინც დაკავებულია დაუშვათ მედიტაციებით, სპირიტუალური პრაქტიკებით, ან ხელმოქმედებით დაუშვათ, ან ხელოვნების სფეროებში ვინც არის, ხო? ან სამედიცინო სფეროში, მაგ ადამიანების პერიოდი ეხლა ნელ-ნელა წამოვა წინა პლანზე. რატომ? იმიტომ რომ რაჰუ თევზებში გვეუბნება. ჩააციკლდებით წვრილმანებს, კეტუ, დაღმავალი კვანძი ქალწულში დგას, ანუ მეწვრილმანეობას თავი უნდა დავანებოთ ამ 2 წლის განმავლობაში ჩვენ თუ გვინდა რომ გაგვიმართლოს. რაც უფრო ნაკლებად კრიტიკულები ვიქნებით, მეტად ემპათიურები ვიქნებით, ხო? მეტად დავეხმარებით ჩვენ თავს და გარშემომყოფებს, ანუ ეს თევზური ფილანტროპია შემოვა საერთოდ მით უფრო დადებითად გამოვლინდება ამ კარმული კვანძების ენერგიებით ჩვენს ცხოვრებაში. ანუ რეალურად კარმული კვანძები საკმაოდ მისტიური წერტილებია, ხო? პირად რუკაში და ყველა ადამიანზე იქნება ამას გავლენა, არ მხოლოდ თევზებზე და ქალწულზე დაგვუშვათ, ხო? ყველაზე აქვს ამას გავლენა და ამიტომ მე გირჩევთ, რომ თუ გინდათ, რომ დაბნელებები რომ გვექნება ამ კარმულ კვანძებზე, დადებითი ცვლილებები მოვიდეს თქვენ ცხოვრებაში, მივყვეთ ამ აღმავალი კარმული კვანძი თევზის ფილოსოფიას, ფილანტროპია, ქველმოქმედება, სულიერი განვითარება და ნაკლები მეწვრილმანეობა, ანუ ჩავაციკლდებით დეტალებს, ვიქნებით კრიტიკულები, ვიქნებით პერფექციონისტები, არაფერია იდეალური ამ სამყაროში და ქაოსი არის ნორმალური, ხო? ანუ ეს ქაოსი და ეს ღვთაებრივი ქაოსი არის ნორმალური. ამას გვასწავლის რაჰუ თევზებში. ამიტომ მაქსიმალურად უნდა დავთქმოთ ეს ქალწულისებრი, მინუსისებრი გამოვლინებები, ხო? ეს კეტუ რო არის ქალწულში. აი პირიქით რო გვექნება, ხო, მე წლების შემდეგ პირიქით რო დადგება უკვე რაჰუ ქალწულში, აი მე უკვე საერთოდ სხვა ტენდენციები წამოვა, მაგრამ ვინაიდან რაჰუ აღმავალი, რომელიც განსაზღვრავს ვექტორს, ხო, განვითარების ვექტორია რაჰუ, ანუ აღმავალი კვანძი. ნიშნულოვანია, რომ არ გქონდეს ეს მეწვრილმანეობა პირიქით, რაც უფრო მივცემთ თავისუფლებას ჩვენ შემოქმედებით ტალღებს, ხო და მით უფრო შემოქმედებით ვიქნებით ჩვენ საქმიანობაში, მით უფრო გაგვიმართლებს ახლა, ხო? აი ეს საინტერესო მისტიურ პერიოდში შევედით, მეგობრებო. კი ბატონო, კიდევ ვნახავთ კომპიუტერი მაქვს წინ.
სამედიცინო სფეროში ვიწყებ თებერვლიდან მუშაობასო პროფესიით, ხო, კი ბატონო. Ну, თქვენს პირად რუკასაც გააჩნია, კი ბატონო, ახლა ვისაც დაუშვათ წყლის ნიშნები აქვს აქტიურად, ხო, აი კირჩხები, თევზები, მათთვის ეგ სფერო შესაფერისია. კი. Ну, ქალწულით შეიძლება ისე კი, იმიტომ რომ მაინც სტრუქტურირებასთან, ორგანიზებასთან არის კავშირში. გააჩნია პირად რუკას, ანუ ეგ სფერო ყველასთვის შესაფერისი ნამდვილად არ არის, სპეციფიური სფეროა ძალიან. ქალწულს გაუჭირდება ასე გამოდის. თუ არ აქვს ქალწულს დამუშავებული ეს თავისი თვისებები, მინუსისებრი თვისებები, შეიძლება გაუჭირდეს, მაგრამ თუ დამუშავებული აქვს ეს პერფექციონიზმი და მეწარმეობა, მაშინ არა, ვერ ვიტყვით რომ გაუჭირდება. არა, უბრალოდ სერიოზული ცვლილებები წავა ეხლა როგორც ქალწულების, ასევე თევზების ცხოვრებაში და ვისაც პირად რუკაში აქვს ეს კარმული კვანძი. რახუ თევზი ან რახუ ქალწული ეს კარმული კვანძები ვისაც აქვს, ხო? სასწორისთვის როგორი დროა? მარტის ბოლომდე გვაქვს ჯერ კიდევ ტრანზიტი შავი მთვარის სასწორში. მალე გადაივლის მეგობრებო, ვიცი რომ რთული 2 წელი ქონდა ამ ნიშანს, მიწერდნენ რომ მარიამ სასწორი როდის ამოისუნთქებს, უკვე კარმულმა კვანძებმა ხო დატოვა სასწორი ვერძის ღერძი. შევიდა ქალწული თევზებში, მაგრამ შავი მთვარე ჯერ კიდევ რჩება სასწორში, ამიტომ ვერ ვიტყვით რომ მარტივი პერიოდია სასწორისთვის. აი, სასწორები უფრო ამოისუნთქებენ აი მარტის ბოლოდან, აი რომ გადავა შავი მთვარე და შევა მორიელში, აი მერე უფრო ამოისუნთქებენ. თუმცა გააჩნია პირად რუკას, ხა პირად რუკაში თუ გაქვთ ეს კარმული პროგრამა, რაც ვახსენე და ხართ მზით სასწორი, მაშინ კარმული წლები გეწყოთ, ანუ ეს ინდივიდუალურია, ხა ჩვენ ზოგადად ვსაუბრობთ, ხო, ზოგად ტენდენციებზე. კი ბატონო, ხო და ვინც აქვს წერდა კიდევ სეიჯები, ვისაც აინტერესებდა სეიჯები, ანუ სალბი, გვაქვს წითელი ფერის ცოტა დაგვრჩა, ანუ ლიმიტირებული რაოდენობით გქონდა ისედაც პრინციპში. წითელი ფერის და თეთრი ფერის გვაქვს და აინტერესებთ ხოლმე სხვაობა, ესე იგი წითელი ფერის სეიჯი იცავს ავითვალისგან წმინდავს აურას და ამავდროულად იზიდავს სიყვარულს, ანუ ძალიან მაგიურია, დრაკონის სისხლი ქვია წითელ სეიჯს. ფოტო დევს ჩვენს გვერდზე წითელი სეიჯისაც. რაც შეეხება თეთრ სეიჯს, ხო, თეთრი კლასიკური კალიფორნიული სეიჯი, ეს გამოიყენება უფრო ენერგეტიკული წმენდითი პრაქტიკებისთვის. აი, როგორც საკმეველი მცენარეული, ისე გამოიყენება თეთრი ფერის. ესეც გვაქვს მარაგში, ანუ ორივე გვაქვს, თეთრი ფერის სეიჯებიც გვაქვს ახლა მარაგში და წითელი ფერის დრაკონის სისხლის მისტიური სახელი აქვს. კი ბატონო, ესეც გვაქვს. კიდევ პალო-სანტო წმინდა ხეებიც გვაქვს ახლა მარაგში, ჩვენი დამამშვიდებელი ასტროგურუს ლავანდის ეთერზეთიც გვაქვს, მეგობრებო, და აურის გამწმენდი ჩხირები გვაქვს თავის დასადგამით. ფინანსების მოსაზრდი ჩხირები გზაშია და ველოდებით და გვექნება. და მაგაზეც ინფორმაციას დავდებ, იმიტომ რომ ბევრი გვწერდა რომ უნდოდათ და გამოწერილია. ამ მეგობრებო და ველოდებით რომ ჩამოვიდეს, ანუ ცოტა აგვიანდებთ ახლა და გვექნება ცოტა ხანში დავდებთ მაგაზე მერე ინფორმაციას როდის იქნება. აუცილებლად. ლილიტი სადგა სასწორში დგას ლილიტი უკვე ივლისის თვიდან და შეიცვლის მარტის ბოლოს მორიელში შევა. სასწორში დგას. მერწყულზე რას გვეტყვით? ხო, საკმაოდ საინტერესოა. მერწყულებს აქვთ ახლა ენერგიის დაქვეითების პერიოდი, მეგობრებო, მერწყულებს და კირჩხიბებს. ამიტომ მერწყულებს და კირჩხიბებს ახლა ურჩევ მეტი დაისვენო. იმიტომ რომ ენერგოტონუსი ამ ნიშნების არის დავარდნილი. ზოგადად დაიმახსოვრეთ, დაბადების დღემდე ერთი თვით ადრე ყოველთვის მეტი დასვენება გჭირდებათ ხოლმე. კი ბატონო. და კონსულტაციაზე ვისაც გინდათ მეგობრებო ჩაწერა, ამ კვირის ბოლომდე ჯერჯერობით გვაქვს ადგილები და თუ გინდათ ჩემთან პირადად გასაუბრება ონლაინ ჩართვით 1 საათიანი ან 2 საათიანი შეგვიძლია გავაკეთოთ თუ ბევრი თემის განხილვა გინდათ. გვაქვს ადგილები და ჩასაწერად უნდა მოგწეროთ პირადში მეგობრებო და ადმინები გეტყვიან რა საათები და რა თარიღები გვაქვს თავისუფალი.
და გვაქვს კიდევ სახალხო ფასდაკლება, ანუ ეს კვირაც იქნება 40%-მდე ფასდაკლება კონსულტაციაზეც და სხვა სერვისებზეც. სერვისების შემონათვალი შეგიძლიათ ნახოთ ჩვენს გვერდზე, თუ ვერ ნახავთ, მოგწერეთ და ადმინები ჩაგიგდებენ ყველა სერვისს თავის ფასდაკლებული ფასით, მეგობრებო. ვინც ეხლა შემოხვედით, სავსემთხვარეობაზე ვსაუბრობდი, გვაქვს 14 იანვარს. და შევინახავ ჩანაწერს და შეგეძლებათ, რომ ნახოთ თავიდან, ვინც გამოტოვა. თევზებზე და მორიელებზე ვისაუბრე, კი ბატონო, უკვე ვენერას ტრანზიტი გვაქვს წლის ნიშანში და მშვენიერი პერიოდია ფინანსური თვალსაზრისით და პირადი ურთიერთობების მხრივ, თუმცა მაინც თქვენს პერსონალურ ტრანზიტებსაც გააჩნია. კი ბატონო. რაღაც აქედანაც არ ჩანს. აბა, ავსკროლავ თან თქვენს კითხვებს, მეგობრებო, ბევრი მეორდება, მაგრამ რაც განსხვავებული იქნება, ვნახოთ. ხო, ვისაც არ გინახავთ, მეგობრებო, ჩემი 2025 წლის ასტროლოგიური პროგნოზი და ნუმეროლოგიური აუცილებლად ნახეთ და ესე იგი 7 იანვრიდან დაიწყო უკვე ცეცხლის გაჩენა ლოს-ანჯელესში და იმ მთელი ჰოლივუდი გადაიწვა, ხო? რომ ვთქვი, რომ კატაკლიზმები მოსალოდნელია თქო, ცხრიანის წელი გამოდის და ნგრევები და განადგურება იცის თქო ამ ციფრმა მინუსში და თან ომების პერიოდია თქო. უკვე ხდება ეს ყველაფერი, ანუ მეორე კვირა ჯერ 2025 წლის ჰოლივუდი გადაიწვა. ტრამპმა განაცხადა, რომ შეიძლება გრენლანდია საერთოდ დაიპყროს თუ არ მიყიდის დანია, მოკლედ სერიოზული მუხარები წავიდა უკვე მსოფლიო მასშტაბით. ანუ რაც ვთქვი, ფაქტობრივად ხდება უკვე, ხო? და ეს ყველაფერი თუ ხდება, 2 კვირა დაიწყო ეს წელი და უკვე ამდენი რამ მოხდა, წარმოიდგინეთ რა გველის წინ, ხო? ამიტომ ვისაც არ გინახავთ ჩემი პროგნოზი ამ წლის გირჩევთ ნახოთ, საკმაოდ ვრცელია, გრძელია, მაგრამ ნახვა დღირს, ნამდვილად იქ საქართველოსაც ვსაუბრობდი. საკმაოდ გადამტეხი წელი იქნება, მეგობრებო, ჩვენი ქვეყნისთვისაც და ზოგადად მსოფლიო მასშტაბით. ეხლა გავლენების განაწილება ხდება საერთოდ პოლიტიკურად, ხო? ანუ საკმაოდ გადამტეხ პერიოდში ვცხოვრობთ და ანუ ეგ ფაქტია, ხო? და ტრადიციულად დავუკრათ, მეგობრებო, ტიბეტურ თასზე, ვიცი ბევრს უყვარს ეს ჩვენი რუბრიკასავით გვაქვს ლაივებში ხოლმე. თან სფერებში ემთხვევა. დაწერეთ სად გრძნობთ ვიბრაციას. რომელ ჩაკრაზე? ხო, ბევრი გვწერდა კიდევ ამ თასებზე, რომ ჩამოგვივიდა ეგრევე გაიყიდა. მეგობრებო და მარაგში არ გვაქვს ეხლა ჯერ თასები და არც ტიბეტური ზარები, მაგრამ სავარაუდოდ თებერვლის თვეში გვექნება. და მაგაზე გაგაგებინებთ აუცილებლად. კი ბატონო. ამიტომ სერიოზული კატაკლიზმები მოსალოდნელია, მეგობრებო, წელს, ანუ ეს ჰოლივუდის გადაწვა კიდევ არაფერია, ანუ რებიც შეიძლება მოხდეს საერთოდ პლანეტაზე. ამიტომ მაქსიმალურად ვიყოთ ფრთხილად ყველა, მით უმეტეს მოგზაურობის დროს, ანუ არავის არ ვაშინებ, უბრალოდ გავფრთხილებთ, რომ საკმაოდ დიდი ცვლილებების და ძვრების პერიოდია და რა თქმა უნდა ის ვიბრაციული ცვლილებები რაც არის ახლა ხო ცისკაბადონზე შუმანის ტალღები თუნდაც ეს ყველაფერი კლიმატსაც ნელ-ნელა ცვლის ჩვენს პლანეტაზე. ამიტომ მსგავსი კატაკლიზმები წელს არ უნდა გაგვიკვირდეს. მე ვთქვი კიდეც რომ რაც იყო 2024 წელი 10-ზე უნდა გაამრავლოს და ეს იქნება 2025 წლის ენერგიები თქო. არ გაშინებდით, გავფრთხილებდით უბრალოდ, იმიტომ რომ 2 კვირა ჯერ დაახლოებით რომ დაიწყო ეს წელი და უკვე ამდენი რამ ხდება.
ხო? მსოფლიო მასშტაბით. ამიტომ მაქსიმალურად ფსიქოლოგიურად უნდა მოვემზადოთ იმ ძვრებისთვის, იმ ცვლილებებისთვის, რაც იქნება 2025 წელს. თან გველი ჯერ არ შემოსულა, ანუ შემოვა 29 იანვარს, მეგობრებო და მე გირჩევთ, რომ 29 იანვარს შეხვდით, ჩაიცვით მწვანე ფერი, ან ნაცრისფერი შეიძლება და ხორცისფერი ფერები ჩაიცვით და შეიგებეთ გველის წელს 29 იანვარს, იმიტომ რომ ჯერ კიდევ დრაკონის წელია, ანუ ჩინური კალენდრით 29 იანვარს შემოვა. ბატონო, თან ავსკროლავ. გერმანიაში უკვე როგორ მაინტერესებს პირადი რუკა, მაგრამ გაგებაში არ ვარ. კი ბატონო, თუ გაინტერესებთ პირადი რუკა კონსულტაციაზეც განიხილება ჩემთან ერთად, ანუ თუ გირჩევნიათ გასაუბრების ფორმატით ახსნა, ან წერილობითი ანალიზიც გვაქვს პირადი რუკის და ვიდეო ჩანაწერის სახითაც. ანუ რეალურად სამნაირად გვაქვს რუკის განხილვა. ამიტომ ვინც დაინტერესებული ხართ, თქვენი კოსმოგრამით, ანუ პირადი რუკით, თავის ახსნებით, რომ გაიგოთ თქვენი პლანეტარული ასპექტები და მდებარეობები და რა კარმა გაქვთ, პირადი რუკა აუცილებლად უნდა იცოდეს ყველამ თავისი. აუცილებლად. და მაგ სერვისზე შეგიძლიათ რომ მოგწეროთ. და კიდევ კარგია რომ თქვენი რა თქმა უნდა ნუმეროლოგიური მატრიცაც იცოდეთ. ანუ ბედის მატრიცაც კარგია რომ იცოდეთ თქვენი. ანუ ზედმეტი ინფორმაცია ეს არ არის, ანუ ვისაც თვით შემეცნება გინდათ, კარგია რომ იცოდეთ თქვენი ტრანზიტული რუკაც, ანუ პროგნოზი დაუშვათ 1 წლის, ნატალური რუკაც, ანუ პირადი რუკა, რაც უცვლელია, ხო? და კარგია რომ თქვენი ბედის მატრიცაც იცოდეთ და თქვენი პითაგორას კვადრატიც. ანუ ეს ყველა სერვისი, რაზეც ვსაუბრობ, გვაქვს ჩვენ. და შეგიძლიათ რომ შეგვიკვეთოთ, ამისთვის გჭირდებათ რომ დატოვოთ კომენტარი ან მოგწეროთ პირადში. და ფასდაკლებები გვაქვს, მეგობრებო, ეს კვირაც იქნება 40%-მდე ფასდაკლება ყველა სერვისზე, ამიტომ გელოდებით, ვისაც გინდათ გასაუბრება ჩემთან პირადად, გელოდებით ყველას 1 საათიან ონლაინ კონსულტაციაზე, რომ პირადად მე მკითხოთ, რაც გაინტერესებთ. აჰა, კი ბატონო, თუ საათი არ ვიცითო. აჰა, საინტერესოა. საინტერესო კითხვა. კი ბატონო, ეს საკმაოდ აქტუალური კითხვაა, ხო? რეალურად რისთვის გჭირდება დაბადების საათი? დაბადების საათი ბედის მატრიცაზე თუ საუბრობთ და ნუმეროლოგიაზე მანდ არ გჭირდება, საერთოდ, ანუ დაბადების თარიღი და წელი გჭირდება მხოლოდ ბედის მატრიცას, ხო? ან ნუმეროლოგიურ გამოთვლებს. თუ საუბრობთ პირად რუკაზე, იქ საათი გჭირდება თუ გვინდა ასტროლოგიური სახლების გამოთვლა, ანუ ასცენდენტის, ხო? თუ დაუშვათ არ იცით საათი, ხო? პლანეტარული მდებარეობები, ну მთვარე ხანდახან გადამავალია ხოლმე გააჩნია, ну მთვარე ყოველთვის არა, მაგრამ სხვა პლანეტები, ხო? მზე, ვენერა, მარსი, მერკური და სოციალური პლანეტების იუპიტერი, სატურნი, ყველაფერი და ეს კარმული კვანძები და შავი მთვარე, ეს ასპექტები პლანეტარული, ყველაფერი, ანუ ფაქტობრივად 90% რუკის არ დგება საათით, ანუ დგება უბრალოდ დაბადების თარიღით და წლით. საათი გჭირდება დამატებითი ინფორმაციისთვის სახლებიც თუ გაინტერესებს დავუშვათ, ხო? ამიტომ თუ მეკითხებით, რომ შეიძლება თუ არა შედგენა რუკის საათის გარეშე, შეიძლება და დგება კიდეც. უბრალოდ ასტროლოგიური სახლები არ გამოითვლება საათის გარეშე. ანუ ასტროლოგიური სახლების გარეშე იქნება. So. კი ბატონო, მეგობრებო, ვინც ახლა შემოხვედით, საუბრობთ პლანეტარულ ტენდენციებზე, რაც გვაქვს ეს პერიოდი და 14 იანვრის სავსე მთვარეობაზე და კარმული კვანძების ცვლილებაზეც. და შევინახავ ამ ლაივის ჩანაწერს, რომ ყველამ შეძლოს შემდგომში ნახვა, ვინც ვერ დაესწრო.